შენიცის სპორტის მორიგი მერვედფინალური დაპირისპირებით გიბრუნდებით, ამჯერად რიგით მეხუთე მეოთხედ ფინალისტის გარკვევას შევეცდებით. ძალიან საინტერესო სტუმრებით ვართ დღეს და ასეთივე თამაშის მოლოდინით. შეგახსენებთ, რომ სეზონის გამარჯვებული მიიღებს 10,000 ლარს. ჩვენი წარმდგენია BetLive, მე კი ზაზა ვარ ამ გადაცემის წამყვანი და შეგვიძლია უკვე გავიცნოთ ჩვენი დღევანდელი მონაწილეები. თუმცა იქამდე არ დაგავიწყდეთ BeLive-ის YouTube არხის გამოწერა. გამარჯობა ბიჭები, ლაშა და როგორ ხართ და როგორ გრძნობთ თავს? ლაშა, შენგან დავიწყოთ. ძალიან აღმატებულ განწყობაზე. მიყვარს ინტელექტუალური თამაშები, სპორტი კიდევ უფრო მეტად და კომბინაციაში მით უმეტეს სასიამოვნო რამე გამოდის, მით უმეტეს ძალიან ძლიერი მეტოქეების გარემოცვაში ბევრად უფრო მეტი ის არის რა. ჟინი ასე ვთქვათ, სათამაშო ბევრად უფრო მეტია და თითოეულ ქულას რომ მნიშვნელობა ექნება, ეგეთ თამაშს მოველი ჩვენგანაც და დარწმუნებული ვარ სხვა მერვედფინალებშიც მასე იქნებოდა. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დათო, გამარჯობა. მე ვარ დათო, თავს კარგად გრძნობ. იმედია საინტერესო თამაში იქნება. მსმენია ლაშას შესახებ, ვიცი რომ კარგი მოთამაშეა და დანარჩენი ვნახოთ. კეთილი. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მაშინ პირველი რაუნდი და მოვისმინოთ პირველი რაუნდის წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები, მეგობრებო, ყველაფერი გასაგებია მე მგონი. მაშინ თამაშის დასაწყებად ერთმანეთთან სახით პირისპირ დავდგეთ. Face to face. Face to face. ტრადიციული მეთოდით ჯეირანით გავარკვიოთ, ვინ დაიწყებს ამ რაუნდს. ჯეირანი. კი ბატონო. დათო დაიწყებს ამ რაუნდს. ყურადღებით იყავი დათო, შენი მოწინააღმდეგის უკან მონიტორზე 5 წამიანი countdown-ი ჩაირთვება, წამზომი ჩაირთო. ჰარდენი, ოლი, ეუსებიო, ხავი, ბრედლბილი, ახალზელანდიელი, ტანაუმაგა, ლუკაკუ, შემდეგი, ჰენმინსონი, კომანი, ბრუნო ფერნანდეში, შემდეგი, შემდეგი, ბოატენგი, ჯერომ ბოატენგი, ვიოლერი, რუდი ვიოლერი, როისი, ტრეისი მაკბრეიდი, გიორგი, ლაშა შენი სვლა. ლაშა შენი ჯერია. ლუკ დე იონგი, მიოჩიჩი, გია გეგუჩაძე, შემდეგი, კიეზა, ფედერიკო კიეზა, რეჯი მილერი, უილკინსონი, შემდეგი, სტროუტმანი, კრუიფი, შმეიხელი, გოდინი, შემდეგი, პუიოლი, დანკანი, მაცოლა, ალი, ბენზემა, უერჰოსტი, მანე, ვიდალი, უილიამსი, კანსელო, პირლო,
White, Dana White. Clay Thompson. შემდეგი? Pasarela. Sheringemi. Valdez. Terry. Topi. Mutombo. Federeri. Raikard. შემდეგი. ბაშას დრო ამოიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდი მიაქვს დათვს. მეგობრებო, დავბრუნდეთ საწყის პოზიციებზე. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პირველი რაუნდი იყო, რაც ამ გადაცემების ისტორიაში, ჯერ მეხუთე გადაცემაა, მაგრამ მაინც მქონია. ბრავო ორივე თქვენგანს. ძალიან მაგრად მიდიოდით, არა ქულა-ქულაში, არამედ წამი-წამში მიდიოდით ფაქტობრივად და ძალიან იშვიათი შეცდომები იყო. ყველაფერი წინ არის ლაშა, არიღებო იმაზე, რომ ანგარიში ჩამორჩენა გაქვს და თუ შენ გილოც. წავედით მეორე რაუნდში მაშინ და მოვისმინოთ მეორე რაუნდის წესები. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული. რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელი სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. Set point. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მოვისმინეთ მეორე რაუნდის წესები, მეგობრებო, ყველაფერი გასაგებია, ხო? მაშინ შეგვიძლია რომ დავიწყოთ და ვნახოთ როგორია ჩვენი დღევანდელი ტაქტიკური კვადრატის მოცემულობა, გამოვიტანოთ ეკრანზე. როგორც ხედავთ, ჰორიზონტალური მოცემულობა გვაქვს ასეთი: გაუწურთნია ვანგალს, უთამაშია არსენალში და უთამაშია ერედივიზიონში, ხოლო ვერტიკალური მოცემულობა კი შემდეგია. კოპა ამერიკის გამარჯვებული, უთამაშია ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად და ბელგიელი ფეხბურთელი. ამ რაუნდს დაიწყებს პირველ რაუნდში დამარცხებული ლაშა. ასე რომ სულ შენზეა მითხარი, რომელ კვეთას აირჩევ. ეს იქნება რო უთამაშია დონარუმასთან ერთად და თამაშობს არსენალში, დონარუმასთან ერთადაც თამაშობს. ეს არის რიკარდო კალაფიორის ვიტყვი მე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სწორი პასუხია. მიძე. კოპა ამერიკის გამარჯვებული და უთამაშია ერედივიზიონში რონალდო, ბრაზილიელი. ვაა. დრის მერტენს ვიტყვი, რომელსაც ბელგიელია და უთამაშია ერედივიზიონში. ანუ მე უნდა ვთქვა უცვლელად გაუწვრთნია ვანგალს და თან კოპა ამერიკა აქვს მოგებული. ნუ იმისთვის რომ დაუკეტო ლაშას ხაზი. იმისთვის რომ ლაშა მარტივად არ მოიქოს. მარტივად სადაა. ხეცებია ხალხი. ხეცები ხართ ხალხი. ვანგალი მანჩესტერში მახსოვს, მეცა კიდესაც იყო მანჩესტერში ბრაზილიელი. მე ვერ ვიხსენებ, კაი გინდოდეს თორე კი. მოდი დიმარია იყოს მან. კოპა ამერიკის გამარჯვებული და გაუწურთნია ვანგალს, დიმარია სწორი პასუხია. კი, ვაა. ანუ მე მინდა ახლა არსენალის კოპა ამერიკის გამარჯვებული. ეგენი სამხრეთ ამერიკელებს მაინც არ წყალობენ. არსენალში სამხრეთ ამერიკელები მაინც ვერ ხარობენ, ახლა არ მახსენდება სიმართლეით, არგენტინელი ეგენებს ბოლო პერიოდში აქვს მოგებული მაგ არსენალის არავინ არ იყო. ის იქნება. ჟილბერტო სილვა იქნება, ეგეთი რა. კაი, მე უნდა ვთქვა ბელგიელი, რომელსაც უთამაშია არსენალში. კი ბატონო. ვერმაილენი. პრინციპში წაგებით მე აქ აღარ წავაგებ. ძალიან მცირე შანსია მაგის. ხო, ანუ აქეთ ერთი ვარიანტი იყო. ხო, ბელგიელი და გაუწურთნია ვანგალს. პრინციპში ეგ უთამაშია დონარუმასთან ერთად, ეგეც ვინც ვანგალს გაუწურთნია, აი ძალიან ვერ ვიხსენებ რა.
რომ გალი უფრო წინა თაობა არის და ყოფილი მანჩესტერელი, ყოფილი აიაქსელი ვერ ითამაშებდა მაგასთან, ვანგალი კიდე რა ვიცი, იმდენ გუნდში იყო. მუსა დემბელეს ვიტყვი, ბელგიელი, რომელიც გაუძქნია ვანგალს, რა თან მიყვარს ეს ფეხბურთელი ძალიან. ალკმარში შოტიგოს გუნდელი იყო. კაი, მე უნდა თქვა ვანგალს რო გაუძქნია და თან დონარუმასთან ერთად უთამაშია, ან მაკეთ ერედივიზიონი და ავტომატურად სრულდება ეს ხანდი მინი თამაში ფრედ. კი ბატონო. ერედივიზიონში ან უნდა გავხსენო PSG-ში ვინ იყო? ჰოლანდიიდან წასული. ჰოლანდიიდან წასული კი. რამდენიმე არის, მაგრამ დონარუმას თაობის არა. მე მგონი. შენ შეიძლება უფრო გაგახსენდეს. მართლა გითხრა ხო არავინ არ მახსენდება ეგეთი. პლუს მე ვანგალ. მგონი აქეთა უფრო რთული ის არის რა, ვანგალს ვინც გაუწურთნია, იმიტომ რომ თაობაში იმხელა აცდენაა მაინც. მოდი ვერ გავცემ, ამიტომ არ მახსენდება, გაუწურთნია ვანგალს და დონარუმასთან ანუ თამაში. დათოს მაგუჯრაში პირველი აცდენა აქვს და მხოლოდ ერთხელ შეუძლია კიდევ მიუბრუნდეს. ბაშა გისმენთ? დონარუმასთან ერთად და ერედივიზიონშიც ერთი გამახსენდა, მაგრამ რამდენად ავთანაგვეთა არ მახსენდა. წასული მილანში, დონარუმას მილანში იქნება ნაიჯელ დე იონგი ხომ არა, რომ ერედივიზიონში უთამაშია და თან დონარუმასთან ერთად. უთამაშია დონარუმასთან ერთად და თანაც ერედივიზიონში, ნაიჯელ დე იონგი სწორია. ერთი თამაში აქვს ჩატარებული მხოლოდ. ოჩა. იგბალბა გადმომხედარი. და მე მრჩება ისევ გაუწმნია ვანგალს და უთამაშია დონარუმასთან ერთად. მაგაზე ვიფიქრობ. ცოლები ვარი ვიღაცა პირობენი ბანკებს. დონარუმასთან ერთად ანუ გუნდელი უნდა იყოს რა დონარუმას. ამ შემთხვევაში ხა დათოს თუ ამ უჯრაში ვერ მივიღებ დათოსგან სწორ პასუხს, ყვდება მისთვის ეს უჯრა და შენ გრჩება ორი შანსი. ორი? იმიტომ რომ არ შეგივსი არც ერთი. ვაიმე რა კარგია რაც. კაი. გასცესებ. ავტომატურად ასრულებს დათო ამ რაუნდს. კაი გია, მაგრამ ვერ ვიხსენებ მაინც რა აზრი. არ მაქვს, არავინ ერთი მემფის დეპაი მილანში ამდენად იყო არ მახსოვს და დეპაი არის სწორი პასუხი. ლაშა, ორი მცდელობა თუ გინდა მიაყოლე ერთმანეთს, მაგრამ იქნებ პირველივე მართალია. იმიჯსები რომ მოხდება. ვეცადო ძალიან უბრალოდ აი ნიდერლანდელებს უფრო ვეძებ ახლა ვანგალის საკლუბო დონეზე იმდენად ქვედა თაობაა. ახლა ის 95-ის აიაქსი არ მახსოვს ფიზიკურად ახლა თავისთავად. მე უფრო მაგის მახსოვს მე მანჩესტერი და მანჩესტერელ ხალხს დონარუმას და იტალიელს მაგ ფაქტიურად არ უთამაშია ახლა მანჩესტერში იტალიელი. გამახსენდა ერთი. ანწუხაროდ. ახლა გაგახსენდა მაკაურობის ერთი კაცი. ლაშა პირველი ვარიანტი მითხარი. გაისროლე. რავი, კლასი ან ჰუნტელა არის, მაგრამ დონარუმას არ დაემთხვა იქ მილანში. ეს არასწორი პასუხია და ცოტა ხანით ვიფიქრე მეორე ვარიანტს. PSG-ში. რავი, გრეგორი ვანდერვილი, მაგრამ მე მგონია დონარუმას დროს უკვე აღარ იყო PSG-ში რა. არა, გრეგორი ვანდერვილიც არასწორი პასუხია. ვის ფიქრობ? დარნიანი. დარნიანი სწორი პასუხია ხო ამ ჯაში. ნამდვილად. ასევე ვეინალდუმიც იყო. იყო. მე არაფერს მაინც პრეიქნებოდა რომ მეთქვა. ვეინალდუმიც იყო და ანდერ ერერაც. ვეინალდუმიც არ გამხსნა. ნაიჯელ დე იონგიც იყო ვეღარ ჩასვამთ, იმიტომ რომ ნახსენები იყო უკვე. PSG-ში ვეინალდუმს ვერ გავიხსენებდია. და მესამე ვინ იყო? ანდერ ერერა, ვეინალდუმი, PSG-დან. და დე იონგი, რომელსაც ვეღარ გამოიყენებთ. ხო, აჰა. კარგი. დე იონგი იქსად გამო. მეორე რაუნდის პირველი მინი თამაში ძალიან დაძაბული მიმდინარეობით წარიმართა. საბოლოო ჯამში ფრედ დასრულდა. წავედით მეორე მინი თამაშზე, სასტარტო 11-ეულებზე და მე უნდა დაგისვათ ერთი შეკითხვა. ვარ გახსოვთ კარგად 2006 წლის მუნდიალი გამოგადგებათ დღეს. ჩემი პირველი მუნდიალი არის და საკმაოდ კარგად მახსოვს. ნახევარფინალი როგორ გახსოვს? გერმანია ვის წინააღმდეგ თამაშობდა? იტალიის გაგიხარდებოდა იტალიის ანდიამო ბერლინო. კი, მე ბრაზილიის და იტალიის გულშემატკივარი ვარ. მე გეტყვი რომ გერმანია გაქვს გამოსაცნობი. ვიქნები ბოროტი. იყოს. კარგი, დათო შენ იწყებ ამ მინი თამაშს, გამოვიტანოთ ეკრანზე. შემადგენლობა, რომლის ერთ-ერთ წევრსაც გეტყვით მე და ეს არის მიროსლავ კლოზე. 11 ნომრით.
დანარჩენს მოცემულობას ხედავთ, რომ მეკარეს ერთი ქულა აქვს, შემდეგ დაცვის ხაზი 1, 2, 3 და 3 ქულით არის განაწილებული. ნახევარდაცვა 1 ქულა, 4 ქულა, გარემარბები 3 და 4 ქულა და შემტევი 1 ქულა. ყველა ვიცი. ყველა იცი? კი. ოჰო, რა განაცხადია. კი, ნაოდად დათო დაიწყე. ანუ შენთან შეცდომები არ ვითვალო. 4 ქულით დავიწყებ. 5 ნომერი იყო სებასტიან კელი. კი, არის. 5 ნომერი იყო კელი, ეს სწორი პასუხია. 4-ქულიანი 18 ნომერი არის ტიმ ბოროუსკი. ესეც სწორი პასუხია, 4-4 გვაქვს ანგარიში. კაი, 19 ბერტ შნეიდერი. 19 ნომერი შნეიდერი სწორია. დათო მიდის დიდ ქულებზე. შემდეგი ვიმიდამე 3-ქულიანი ცენტრალური მცველი არის კრისტოფ მეცელდერი. 21 ნომერი. 21 ნომერი 3-ქულიანი რა, ის 2-ქულიანია, ხო? 17 3-ქულიანი მხოლოდ ეგ არის. სწორი პასუხია. 7-7. კაი, მაგით მარჯვნივ 3 ნომერი 3-ქულიანი ფრიდრიხი. სწორი პასუხია. 10-7 ხდება არნე ანგარიში. ფრიდრიხი. 2-ქულიანი ცენტრალური მცველის 17 ნომერი თავისთავად არის პერ მერტესაკერი. 17 ნომერი არის მერტესაკერი და 10-9 ხდება ანგარიში. კაი, მაქსიმალური ქულა რომელი დარჩა ორიანები აღარ არის. ერთიანები დარჩა 23 ქულაა სულ დაფაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 ქულაზე თამაშს იგებს მოთამაშე. ამ შემთხვევაში შენ 2 ქულა გაკლია იმისთვის, რომ თამაში მოიგო. კაი, 16 ლამი. 16 ნომერი ფილიპ ლამი, ეს სწორი პასუხია და 11-9 ხდება ანგარიში. ნუ ბალაკი კაპიტანი 1-ქულიანი 13 ნომერი რა, ეგ უეჭველია. კი ბატონო, 11-10 ხდება ანგარიში, ნუ ბიჭებმა გადაბუგეს ჩვენი დღევანდელი შემადგენლობა. კაი, 20 ნომერი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორი ვარიანტი მაქვს. კი ბატონო. ერთი არის ნოივილი და მეორე პოდოლსკი და პოდოლსკი იყოს. პოდოლსკი თუ იყოს, ეს მინი თამაში, დათო, შენ მიგაქვს შენს აქტივში. ლემანი არის მეგარი. ნოივილის ნომერი არ მახსოვდა. ნოივილი მაგმსოფლიოზე არის 10 ნომერი. სუპერ თამაში იყო და რადასანანია რომ ყველა იცით აგეთო. ვინით გაკარში? ბარემ ლემანი. იტალიის შემადგენლობას ვიცი. მეც იტალიის გულშემატკივარი ვარ და ძალიან კარგად მახსოვს ეგ თამაში და. მაგარი თამაში გამოგვივიდა. ანდიამო ბერლინო. მეორე რაუნდის მინი ანგარიში ჯერჯერობით გვაქვს 1-0 დათოს სასარგებლოდ და წავიდით set point-ში, რომელიც ლაშას მისცემს შანსს, რომ რაუნდი გადაარჩიოს. მეგობრებო, ეს რაუნდი არის დასწრებაზე, მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, გეუბნებით ერთ ფეხბურთელს პირველი გუნდიდან ბოლო გუნდამდე. არ ვიცით მოქმედი ფეხბურთელია თუ კარიერა დასრულებული აქვს, ეგ უკვე თქვენ განსაჭეთ. დავიწყეთ და გეტყვით, რომ პირველი გუნდი არის ტელეოპტიკა. საიდანაც არაფერი არ აღმოჩნდა პარტიზანში. მესამე გუნდი არის ანდერლეხტი. პარტიზანი ბელგრადი იგულისხმება, ხო? თავისთავად. მეოთხე გუნდი არის ნიუკასლი. მეხუთე გუნდი არის ფულემი, სადაც იჯარის წესით აღმოჩნდა. ნუ საბოლოო ჯამში ბოლო გუნდი დღევანდელი მოცემულობისთვის არის ალ-ჰილალი. და ეს არის მიტროვიჩი. რა თქმა უნდა მიტროვიჩი, სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ დათოს მიაქვს მეორე რაუნდი და საერთო ჩათვლაში ანგარიში გვაქვს 2-0. ოჩახ. ცოტა უფრო მალე ველოდი პასუხს სხვათა შორის ამ ფულემზე ვიფიქრე, მაგრამ იქამდე გუნდები, ანუ სერბის თემაზე გავყევი, მაგრამ აი ნიუკასლის ამბავი რაღაცნაირად არ მახსოვდა რა. ტელეოპტიკამ არ მოგცა ინფორმაცია. არანაირი საერთოდ. ტელეოპტიკა თუ სერბული გუნდი იყო, ეგეც არ ვიცოდია. პარტიზანიდან უკვე სერბს ვეძებდი უეჭველად და ფულემში მიტროვიჩზე გავჩერდი, მაგრამ რაღაცნაირად ატომღაც არ ვიყავი დარწმუნებული და დაველოდე ერთ კიდე და ალ-ჰილალზე უკვე დამასწრო რა. ყველაფერი მაინც წინ არის, იმიტომ რომ წინ მესამე ორქულიანი რაუნდი გველოდება და მოდი მოვისმინოთ სპორტპედიას წესები. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინუსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ქულა. მოვისმინეთ მესამე რაუნდის წესები. მეგობრებო, ყველაფერი გასაგებია, მე მგონი, შეკითხვებიც არ გაქვთ. არა. კიდევ ერთხელ ჯერჯერობით არა. რომ
ერთადერთი ვარიანტი, რა დროსაც ამ რაუნდში ქულას დაკარგავთ, არის თუ მოიპარავთ მოწინააღმდეგეს შეკითხვას. რაზეც უნდა მანიშნოთ თქვენი ღილაკებზე ხელის დაჭერით. მაშინ გავიაროთ, როგორი მოცემულობა გვაქვს დღეს, თუმცა იქამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის წარმდგენია BetLive. მოკლედ, დღეისათვის ასეთი 4 კატეგორია გვექნება. სპორტული სიტყვის კონა იქნება პირველი კატეგორია. მეორე კატეგორია არის ემიგრანტი ქართველები. მესამე კატეგორია არის ევრო 2024. იყო და არა იყო რა და მე მგონი მართლაც რომ იყო და არა იყო რა. და სოფლიო ჩემპიონატის რეკორდები არის მეოთხე კატეგორია. სანამ ამ რაუნდს დავიწყებთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იქნება, რომ უფრო ხარისხიანი, მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. დავიწყეთ ბიჭებო და ამ რაუნდს ლაშა ისევ შენიწყებ. მოდი დავიწყებ მე მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდებით 300 ქულიანით. ამ მეკარის 16 სეივი რეკორდულია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. გონსალესი ბესლერის დაცვის წყვილს მისთვის მადლობა აქვს გადასახდელი, რადგან 120 წუთის განმავლობაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. გონსალესი ბესლერი სამო არგენტინელი. ლაშა აბა წავიდეთ პასუხისკენ. თან დათო იპარავს. ოკეი. რავი, უგო გატი არ ვიცი. არა, სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი დათო. ანუ მე ძალიან გავრისკე ახლა და დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მახსოვს რომ ჰოვარდი ამერიკის მეკარეს ჰქონდა ძალიან ბევრი სეივი და ბელგიას. იმედია ესაა. ეს სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ 300-0 იწყება ჩვენი დღევანდელი სპორტპედია. ბელგიასთან. დათო, შენი სვლა. მითხარი კატეგორია. რა ანგარიში მორჩა ის თამაში ხო არ გახსოვს ეგეც? 2-1 მოიგო. 2-1 ალბათ 2 გოლი გაუშვა და დამატებითი დრო იყო. ლუკაკუმ შეაგდო დამატებითი. წავედით. შემდეგი კატეგორია და სირთულე. ევრო 2024-ის 200 ქულა. ჯგუფიდან გამსვლელ მატჩში საქართველომ პორტუგალია დაამარცხა. გაიხსენეთ ქალაქი, სადაც ეს მატჩი შედგა. გერზენკიხენი. ოჩახ, ჩვენიერი იყო 500-0-ით გახვედი წინ. ლაშა, შენი არჩევანი გვაქვს. მივაწვევი კიდე მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდებს, მაგრამ 200 ქულიანს. ის ჰოვარდი უნდა ამეყო რა, ის ცუდი შეცდომა იყო. მსოფლიო ჩემპიონატების ეს ხშირი სტუმარი მუნდიალზე ისტორიაში ყველაზე მეტჯერ 28-ჯერ დამარცხებულა. სიმბოლურია, რომ საუკეთესო შედეგი ამ ნაკრებმა 1970 და 1986 წლებში დააფიქსირა. მექსიკა. მექსიკა სწორი პასუხია და პირველი ქულები სპორტპედიაში ლაშას. 500-ით 200 ხდება ანგარიში. დათო, შენი არჩევანი გვაქვს ახლა. ანუ სპორტული სიტყვის კონაში რა იგულისხმება, ჯერ არ ვიცი ასე სანამ უშუალოდ კითხვაზე არ მივარ, ამიტომ ამ გრაფას დავტოვებ. და მოდი იყოს ისევ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი. 300 ქულა. ჩეხეთთან მატჩისას საქართველოს შემადგენლობიდან პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმა ჩეხმა ფეხბურთელმა ითამაშა ხელით, რის შედეგადაც მიქაუტაძემ 11 მეტრიანი დარტყმის შანსი მიიღო. ანუ ვარიანტი მაგდა პატრიკ შიკი იყოს, უბრალოდ არ მახსოვს უბრალოდ. არა, პატრიკ შიკი არასწორი პასუხია. ლაშა, შენ საშკარად არ იპარავ, ამიტომ რომ პასუხი ვერ გავრისკავ, მაგრამ ცოუფალი მახსოვს რა. ან სოუჩეკი ან ცოუფალი? არა, არც ერთი პასუხი არ არის სწორი. რობინ ხრანაჩი არის სწორი პასუხი, რომელმაც პირველ შეხვედრაშიც კიდე ცალკე ცოდვები ჩაიდინა, რის გამოც გოლი გავიდა საბოლოო ჯამში, ავტოგოლი გაიტანა თავის კარში და აქ უკვე პენალტი. მეკარის ბრალი უფრო იყო მგონი ვიდრე მაგის. მოდი ვცადოთ სპორტული სიტყვის კონის 300 ქულიანი და სიტყვის კონის უბრალოდ. ლაშა გაბრაზებულია ისეთ რისკიანი გადაწყვეტილება არის, თორე ვაგებ რა. როგორც ცნობილია, ამ ტერმინის NBA-ში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯები შარუნას მარჩულიონისმა გადადგა. 1 წუთი. გაგიხარდა შენ ეს შეკითხვა. კი, და ეს არის ევროსტეპ. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია 300 ქულა ლაშას. მაგრამ ესე პირად მოძრაობად უფრო აქცია ჯინობილი
ჯინობილიმ რა. ჯინობილი ჩემთვისაც ზუსტად ეგ უნდა მოდიო ევროსტები არის მაგაც. 500-500 ხდება ანგარიში, დაიძაბა სიტუაცია. ეს კარგი გავარტყია. მოდი იმიგრანტი ქართველები იყოს 200. ძმისგან განსხვავებით მისი კარიერა დასავლეთ ევროპული ქვეყნის ნაკრებში საკმაოდ წარმატებით წარიმართა. ნაკრებში ჩატარებული 60 მატჩიდან გამორჩეული 2011 წელს ედენ პარკზე ჩატარებული ფინალი იყო. ალბათ იაშვილი რაგბი. უნდა მითხრა სახელი აუცილებლად. დიმიტრი იაშვილი სწორი პასუხია, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდა, მისი ძმა გრეგუარ იაშვილი იყო საქართველოს ნაკრების წევრი. შარლ ედუარდი იყო, მე მგონი მესამე რა. 2011-ში ხო, კარგი მიღწევა ჰქონდათ, 8-7 წააგეს იქ ზელანდიასთან ფინალი, მაგრამ ფინალის თამაში მაინც მაგარი ამბავია. დავისწავლეთ. ლაშა, შენი ჯერია 700-500. მოდი მე კიდე სპორტული სიტყვის კონის 200 ქულიანს წავეთამაშები. კი ბატონო. ასე ერქვა მეორე სათადარიგო ცხენს, რომელზეც არავინ იყო ამხედრებული. თუმცა თქვენთვის უფრო მეტად ეს სიტყვა რაგბიდანაა ცნობილი. სათადარიგო ცხენი, რომელზეც ობისკოთ ვარობი კონფიჩები. ნაუ ვოვაბი არ წარმოდგენა არ მაქვს. არა, ნამდვილად არა და მარკაფა დათო იპარავს ამ შეკითხვას და იპარავს წარმატებით. მარკაფა სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ 900-ით 500 გახდა ანგარიში და დათო ახლა ისევ შენი სვლა. მოდი ევრო იყოს ისევ 100 ქულიანი. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის პირველი ისტორიული გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა. გაიხსენეთ, რომელმა ფეხბურთელმა მისცა მას საკვირე გადაცემა. კოჩორაშვილი. გიორგი კოჩორაშვილი სწორი პასუხია და საერთო ჩათვლაში ანგარიში ხდება უკვე 1000-ით 500. მოცემულობის მიხედვით ლაშა შანსებს ინარჩუნებს, იმიტომ რომ 600 ქულა გვაქვს გასათამაშებელი. 300-იანი უნდა ავიღო რა, სხვა ვარიანტი აღარ მაქვს ფიზიკურად და ან წავაგებ რა. ემიგრანტი ქართველების 300 ქულა, ლაშა თუ პასუხს ვერ მივიღებ სწორად შენგან, სამწუხაროდ თამაშს წაგებით დაასრულებ, ასე რომ ყურადღებით. შოვის ტრაგედიის ეს გმირი ფართო საზოგადოებამ 2024 წელს გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ წარმოადგენდა კვარცხლბეკზე ოქროს მედალოსნის საპატივცემულოდ აღჟღერებული ჰიმნი, მაინც ემოციურად შეასრულა. არა და ვიცი ვისცეც არის საუბარი, ეგ ის არის. კადრები წარმოგიდგა თვალთ. თავისუფალის მოჭიდავე მეგარკი. გენო პეტრიაშვილმა რომ აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ქართველი რა. კი. ჩემი ნება რომ იყოს 150 ქულას ჩაგიწყდა. გვარი მახსოვს უბრალოდ ჩემს გარისხოს აზრი არა აქ ახლა მგონი. გვარი მაგის არის. არ მახსოვს, გვარი ნამდვილად არ მახსოვს რა. დათო მითხარი როგორ? მეშვილდიშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი იყო ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყავს უკვე მეხუთე, მეოთხეთ ფინალისტი. დათო გილოცავ, მაგარი თამაში შემოგთავაზე, ნამდვილად და მე საერთოდ ვიტყოდი, რომ თლიანად მაგარი თამაში იყო თქვენი მონაწილეობით, ლაშამ არაჩვეულებრივი პერფორმანსი შემოგთავაზა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის, რომ მეორე რაუნდის მეორე მინი თამაშის დასაწყისში ვეთქვა, რომ ყველა ვიციო. ის რაუნდი მაინც. კი, მაგ დაწყებებში არ გამიმართლა რა. ხო. არ გამიმართლა რა, ვერ ვითამაშე და ოჩახჩემ მეტოქეს. კი, მართლა ძალიან უგზე მოგება აქ არავისთან არ იქნება მარტივი ჩემი აზრით რა. ლაშა, მადლობა შენ რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი. იქით მადლობა, საშუალება რომ მომეცა, იმიტომ რომ ძალიან გავაერთე პირველ რიგში. ძალიან მოლოდინით ვარ, რომ სხვა თამაშები ვნახო, ისეთი მონაწილეები არიან და ჩემ კონკურენტს ვუსურვებ ყველაზე მეტ წარმატებას, რომ მაინც ჩემპიონთან თუ დავმარცხდები, უფრო ნაკლები ის მექნება რა. ასე ვთქვათ, წყენა უფრო ნაკლები მექნება ბუნებრივად. ნამდვილად ასეა. დათო, შენ რას გვეტყვი? პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ და მადლობა ლაშას. მეც ვთვლი, რომ პირველ რაუნდში აი დროის დაკარგვის გამო არ გაუმართლა ლაშას, მეორე რაუნდში აი ის რომ მე ვიწყებდი, მაგით გავედი წინ. მიხარია რომ ესე ძლიერ მეტოქეს მოუგე. მადლობა. დიდი მადლობა. გელოდებით მეოთხეთ ფინალში.
კიდევ უფრო ძლიერს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებით ახსავს ეს. თქვენ კი უღრმესი მადლობა რომ გვიყურეთ, შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის წარმოდგენია BetLive. გემშვიდობებით ერთი კვირით შევხვდებით BeLive-ის YouTube არხზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ახლა მაინც გადაცემის ბოლოში. ნახვამდის.